როგორ გავარჩიოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ნამდვილისგან. ეს პატარა ვიდეო გაიდი გამოაქვეყნა BBC-ს TikTok აკაუნტმა, სადაც ნათქვამია, რომ ძალიან ხშირად ნახვებისთვის და აჟიოტაჟისთვის იყენებენ აი ესეთ ვიდეოებს, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და აფიქრებინონ, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება ადგილას, სადაც აი მსგავსი დატრიალდა. BBC-ს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ დავაკვირდეთ ადამიანების მოძრაობებს. ზუსტად მოძრაობები არის ხოლმე ის სუსტი ნაწილი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ვერ გადმოსცემს ისე რეალისტურად, როგორც ეს სინამდვილეში არის ხოლმე. ასევე ამბობს ეს ქალბატონი, რომ უნდა დააკვირდეთ ლოკაციას და შენობა ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ოფიციალურ ლოკაციაზე, სადაც ესა თუ ის მოვლენა განვითარდა. მე ასევე ვნახე სხვა ვიდეო გაიდები, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანების სახე, განსაკუთრებით პირის მიდამო, ვერ მუშავდება ხელოვნური ინტელექტით ისე, როგორც საჭიროა. როდესაც ვიდეოში პერსონაჟი საუბრობს, ტექსტს ვერ მიყვება წესიერად ტუჩები და ასევე რაღაცნაირად დაბურული და არაბუნებრივი არის ხოლმე სახის აი ეს მიდამო და კიდევ თითებს უნდა დააკვირდეთ ძალიან კარგად. ზოგჯერ თითები ვიდეოში არის დეფორმირებული, შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტი უმეტეს შემთხვევაში და ესეთი დეტალები მოკლედ გვეხმარება იმაში, რომ მივხვდეთ ეს ვიდეო ნამდვილია თუ შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.